გამარჯობა, ეს დღის კურიერია, მე სანდრო კაჭახიძე ვარ. ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საპარლამენტო არჩევნების სამზადისი დასასრულს მივახლოვდა. 2 დღეში ახალ და მე-11 მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და საღამოს 8-ზე დაიხურება. მალევე გაირკვევა შედეგები. მანამდე კი წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში გრძელდება. დღის კურიერში ვეცდებით გავარკვიოთ დეტალები. ჩვენს კითხვებს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან ხატია დეკანოიძე, ქართული ოცნებიდან კი მაია ბითაძე უპასუხებენ. მოვისმენთ სახალხო დამცველის პოზიციასაც. ლევან იოსელიანისგან ასევე გავიგებთ, როგორ აფასებს წინასაარჩევნო გარემოს ომბუდსმენის აპარატი. გადაცემის ბოლოს კი საუბარს გავაგრძელებთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დალახველიძესთან. გავარკვევთ თუ რატომ შევიდა ცვლილება ბრძანებაში, რომელიც აქციების დაშლის დროს სპეცსაშუალებების გამოყენებას ეხება. ასევე ვეცდებით გავარკვევთ უკავშირდება თუ არა მოსალოდნელ აქციებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ტექნიკური აღჭურვილობა და გადაიარაღება. ჩვენი პირველი სტუმარია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან ხატია დეკანოიძე. მოგესალმებით ქალბატონო ხატია, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით. მადლობა თქვენ. ქალბატონო ხატია, ისევ ისმის ბრალდებები პირადობების მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დღეს მაგალითად მოვისმენთ ანა წითლიძის მორიგი ბრიფინგი. თუმცა ხელისუფლება ყოველთვის ითხოვს მტკიცებულებებს. მაგალითად მამუკა მდინარაძე რამდენიმე დღის წინ ასეთი რამ თქვა, რომ პირიქით ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონო. სულ 2 დღე დარჩა გადამწყვეტ არჩევნებამდე და ეს არის არჩევნები, რომელშიც აუცილებლად გადაწყდება საქართველოს ბედი და მომავალი ქართველი ხალხის სასიკეთოდ, როდესაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და მე ეს რწმენა არამხოლოდ ეხლა გამიჩნდა დღეს არ გუშინ, მე ყოველთვის მქონდა რწმენა, განსაკუთრებით უამრავ ადამიანს ხვდები, მე ეხლა გერთვებით ქუთაისიდან და მთელი დღეების განმავლობაში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება არჩევნებს იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასრულოს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და საქართველო წავიდეს, რა თქმა უნდა, წინ. ამიტომ ნებისმიერი ქართული ოცნების გადაწყვეტილება, მათი ძალადობრივი ქმედება, მათ მიერ უკანონო ჩადენილი ქმედებები და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, მათ შორის რეალურად აი ეხლა სულ რამოდენიმე საათის წინ თქვენ იცით, რომ ზუსტად იმ ადამიანებს შეუვარდა მოტყუებით საგამოძიებო სამსახური სახლში თითქოს რაღაცა გასამოწმებენ და თურმე საგამოძიებო სამსახური ყოფილა და იმ ადამიანებს, ვინც რუსულ დეზინფორმაციას ებრძვის, აი ეს ყველაფერი შიშის დათესვა და ადამიანებზე ზეწოლა აუცილებლად დასრულდება და მათ შორის დასრულდება იმ საჯარო მოხელეების დამცირება ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ მე ვიცნობ ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს პოლიციელს, რომელსაც ქართული ოცნება აიძულებს ბიძინა ივანიშვილის მისი პარანოიდალური იმ ფიქრების ნაზავის, რომელიც ჩვენ რამოდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, აი ამ ადამიანებს უსმინონ და ძალით ჩამოიყვანონ თბილისში. მე მინდა რომ დავუბრუნდეთ პირადობების მოწმობების თემას, ვინაიდან რამდენიმე წუთის წინ გაიმართა ბრიფინგი ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში. დიახ, მტკიცებულებებთან დაკავშირებით გვაინტერესებს უფრო მეტი. პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია და წარმოგიდგინათ კიდევ, ასევე ჩვენმა პარტიამ ინფორმაცია, რომელიც კიდევ იმეორებ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვერაფერი ვერ უშველის ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ პირველი ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხმის მიცემა არის ფარული და ვერავინ ვერ გაიგებს, ვის აძლევს ხმას და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ეს ხმა იქნება საქართველოს ევროპული მომავლის სასიკეთოდ და მეორე, რაც არ უნდა პირადობის მოწმობები ჩამოართვან, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პირველი არავის არ მისცეს ეს პირადობის მოწმობა, ეს არის დანაშაული და მესამე ქართული ოცნება მაინც ვერ გაიმარჯვებს და ვერ გააყალბებს ამ არჩევნებს. ამიტომ მთელი ეს სქემა, რომელიც მათ მოიფიქრეს დასაშინებლად, შესაშინებლად, მათ შორის ადამიანებზე ზეწოლისთვის, იმ ადამიანებზე ზეწოლისთვის, აი გუშინ ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, გავიდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში, როგორ ატერორებდნენ ბაღის მასწავლებლებს, ეს დასრულდება ყველაფერი და დასრულდება 26-ის შემდეგ, მაშინ, როდესაც საქართველოში იქნება სრულიად სხვა პროდასალური ძალთა ბალანსის მმართველობა და ჩვენ დავიწყებთ ზუსტად იმ 10 წლის წერტილიდან მოლაპარაკებებს ევროპის კავშირში გაწევრიანებიდან, როდესაც ჩვენ ახლა უკვე გაგვიჩერეს და 27-ვე სახელმწიფომ ძალიან ესე ღიად და საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ. ასევე მე მინდა თქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
ეხლა ქუთაისში და იმერეთში, როდესაც მე დავდივარ წინა საარჩევნოდ უამრავ ადამიანს ხვდები, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ გაქცეულია, წასულია ამ ქვეყნიდან ზუსტად ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გამო, რომელმაც საკუთარი ფულის, საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის გაყიდა ამ ქვეყნის ინტერესები და ვაჭრობს ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ზუსტად და ამასთან დაკავშირებით მან მთელი 20 წუთი ილაპარაკა, იწუწუნა და იტირა პირდაპირ ეთერში და ქუთაისში, სადაც ემიგრაციის ძალიან მაღალი დონე და ხარისხია, სადაც მე მახსოვს და ვიყავი მე ამ რეფორმების ძალიან სერიოზული, ღირსეული რეფორმების მონაწილე 2003 წლიდან ვარდების რევოლუციიდან, როდესაც ნამდვილად დამარცხდა კრიმინალი, დამარცხდა კორუფცია, ქუთაისში იყო პარლამენტი, ქუთაისი გახდა საპარლამენტო დედაქალაქი, აი ამის შემდეგ პრაქტიკულად ეს 12 წელი მთლიანად დააკარგინა ქართულმა ოცნებამ ამ ადამიანებს. შეხედეთ, ჩამოიარა კორპუსებში ხა რო დგანან და შუშის კოლბიდან რო ელაპარაკებიან და ელაპარაკება ივანიშვილი საკუთარ მოქალაქეებს. ჩამოიარონ კორპუსებში 1-9 სართულიან კორპუსში 3 ადამიანი ცხოვრობს, იმიტომ რომ გააქცია ივანიშვილმა ეს ხალხი და უნდა რომ საბოლოოდ დაცალოს საქართველო. ამიტომ ჩვენთვის თავარია გამარჯვება, ჩვენ ვიცით როგორ მივხედოთ ამ ქვეყანას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და 2012 ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ მინდა სხვა კითხვებიც დაგისვათ. მოძრაობა არის ღერძი თავარი წინააღმდეგობის, ამიტომ დიახ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა მისცეს ხმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ეს არის გარანტირებულად ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დამარცხების სახელმწიფო გუნდი გამუდმებით აცხადებს, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის და ამ დღისთვის კონკრეტულად, არამედ მეორე დღისთვის ემზადება და ცდილობს ყალბი აღქმები ძალადობრივ გარემოზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შექმნას. თქვენი აღქმა როგორია? როგორ შეაფასებთ თქვენ წინასაარჩევნო გარემოს? ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს მოგება 26 ოქტომბერს. და ამ მოგების შემდეგ, როდესაც საქართველოს არჩევანი იქნება ძალიან მკაფიო და საქართველოს მოქალაქეების ნების გამოხატვა იქნება ძალიან მკაფიო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ უნდა დავიწყოთ დიახ, ინვესტიციების მოზიდვა ამ ქვეყანაში, 14 მილიარდის მოზიდვა ამ ქვეყანაში, ჩვენს პენსიონერებს, რომლებიც ახლა ცხოვრობენ პრაქტიკულად ყველანაირ უღირს პირობებში და ყველა მათგანს აქვს ვალი, რომელიც უბრალოდ როგორ გადაიხადონ და წამლები როგორ იყიდონ, ის არიციან, ამ ყველაფრის მოგვარება ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ დიახ, მეორე დღიდანვე დავიწყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო ჩამოყალიბებული გეგმა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს არჩევნები, რომელიც წყალგამყოფია, რომელიც გამარჯვებით დასრულდება, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში იმ პარანოიდალური ფიქრებით, სისულელეებით, ბოდვით გაჟღენთილ ინტერვიუზე მაქვს საუბარი, ამ ადამიანს აღარ ჩაუგდოთ ხელში. კეთილი, ქალბატონო ხატია, მე წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გთხოვეთ და ვერ მოვისმინე პასუხი ჩემს კითხვაზე. ნახოთ კიდევაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასაარჩევნო გარემოზე როგორ მეკითხებით, რომ დილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით რუსულ დეზინფორმაციას ვინც ებრძვის, საგამოძიებო სამსახური იმათ შეუვარდა პირდაპირ სახლებში და ამერიკულ კომპანიებს ღია დაუპირისპირდნენ ამერიკის თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ამ საგამოძიებო სამსახურის განცხადება, ქალბატონო ხატია. რაც არ უნდა იყოს ზეწოლა ადამიანებზე. იქ აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებულ call center-ში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. ძალიან დიდი ბოდიში ეხა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეთოც და სოფოც ის ადამიანები, ვინც ამერიკულ ორგანიზაციაში მუშაობენ და რუსულ დეზინფორმაციას ებრძვიან, ძალიან კარგად იცით თქვენ ამ ადამიანების საქმიანობა, რა ცენტრებთან არიან დაკავშირებული. ეს ხომ არის აბსურდი. საგამოძიებო სამსახური, რომელიც მიდის და მოტყუებით გაზის შემოწმების მიზნით აღებინებს ადამიანს კარებს, ამ საგამოძიებო სამსახურს კი არა, ამ ხელისუფლებას არ აქვს საერთოდ მომავალი. ემიგრანტების დაბრუნება, ემიგრანტების ფონდის შექმნა, ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნა. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც მე მწერენ ახლა უამრავი ადამიანი და მეუბნება, რომ ჩვენ ძალით ჩაგვიყვანეს თბილისში, ამ ადამიანებისთვისაც დასრულდება ეს ზეწოლა და ყველანაირი მათი მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტებად რო გადაიქცნენ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, პროქსებად რო ჩამოყალიბდნენ და რუსეთის ინტერესებს რო ატარებენ საქართველოში, აი ეს დასრულდება 26 ოქტომბერს. ქალბატონო ხატია, მე მაინც მინდა რომ დავუბრუნდეთ წინასაარჩევნო გარემოს და თქო შეფასება ჩვენს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოს. რამდენჯერმე გკითხეთ, უბრალოდ ვერ მივიღე პასუხი.
ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია უკვე ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარების გამო ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად ცილდება იმ ისტორიულ მისიას, რა მისიაც გვაქვს ჩვენ და ჩვენს ერს. ეს ისტორიული მისია არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ისტორიული მისია არის ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრება, პენსიონერების, ახალგაზრდების, დაცლილია საქართველოს ქალაქები ახალგაზრდებისგან და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ წინა საარჩევნო გარემოზე, ქვეყანა რა მდგომარეობაში აღმოჩნდა, ეს ყველას კარგად უნდა გვახსენოს. კორუფცია და ჩვენ მთელი წლების განმავლობაში, როდესაც საუბრობენ წინა ხელისუფლებაზე, კორუფციას ვებრძოდეთ, კორუფცია დამარცხდა ამ ქვეყანაში. პოლიცია, რომელსაც აიძულებენ, რომ კრიმინალს შეეკრან წინა საარჩევნოდ, იმიტომ რომ ეს არის მათი მხრიდან თითქოს პლატფორმა და დასაყრდენი. ადამიანები, რომლებიც დასანქცირებულ ამერიკის შეერთებული შტატების დასანქცირებულ GDD-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ადამიანებს უტყავენ, სემენ, მადლობას უხდიან, ეს არის ყველაფერი ზუსტად ბიძინა ივანიშვილის გამოძახილი, ბიძინა ივანიშვილის პარანოიდალური, არა მხოლოდ შიშები და მან აღიარა, რომ იგი მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე, არამედ ეს არის რეალურად ის, რასაც ჩვენ დავასრულებთ. გასაგებია, ქალბატონო ხატია, მე მაინტერესებს ჩემი თანაგუნდელები სწორედ მოწოდებით ვართ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმული. გასაგებია, მე მაინტერესებს ენდობით თუ არა თქვენ ეუთოოდირის შუალედურ დასკვნა, სადაც საუბარია, რომ საკმაოდ თვით გარემოში მიმდინარეობს წინა საარჩევნო პერიოდი საქართველოში. მაინტერესებს თქვენ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ენდობით თუ არა ამ შუალედურ დასკვნას? მე ვენდობი ქართველი ხალხის არჩევანს, როდესაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს თავის არჩევანს და თქვენ იცით, რომ ხალხი არის ბრძენი და მიუხედავად იმისა, რომ მართლაც უპრეცედენტო რაოდენობის არ ვიცი და რაოდენობა ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე და ადამიანებზე და მასწავლებლებზე, თქვენ ხედავთ, როგორი იყო მათი განწყობა. ძალით ჩაიყვანეს თბილისში შუშის კოლბიდან მოლაპარაკე ადამიანთან. ამიტომ არავის აღარ სჯერა ამ ტყუილების. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა და როგორ დავაბრუნოთ ხალხი ამ ქვეყანაში და დაცარიელებული ქალაქები კვლავ გაივსოს და კვლავ იყოს პერსპექტივა პენსიონერებისთვის, სწავლების ყიდვის რომ აღარ ეშინოდეთ და რაც მთავარია ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ჩემს თანამოქალაქეებს მინდა ეხლა მივმართო ყველა ადამიანს, ჩემს მეგობარს, ოჯახის წევრებს, ყველას მთელი საქართველოს მასშტაბით. მოდით არჩევნებზე. ვერავინ ვერ დაგვამარცხებს თუ ჩვენ ვიქნებით ბევრნი არჩევნებზე. ნუ შეგეშინდებათ ნურანაირი ზეწოლის, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ქართული ოცნების რაღაცნაირი წინა საარჩევნო ფხაკური, რომ მათ უბრალოდ ასე ვთქვათ, შიში დათესონ. არავით არის შიში, არავით არის ზეწოლა ჩვენზე არ მოქმედებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ამიტომ მთავარი რაც უნდა იყოს, ბევრი ხალხი და ჩვენი ადამიანების დამკვირვებლების თითოეული ჩვენთაგანის და ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს არის ის, რაც ნამდვილად 26 ოქტომბერს ჩვენ ყველას გაგვამარჯვებინებს. დანარჩენი უკვე ქართული ოცნების მე დარწმუნებული ვარ ჩამოშლას ჩვენ ვიხილებს და ბიძინა ივანიშვილის ეს ინტერვიუ იყო უკვე ნამდვილად სერიოზული გამოძახილი. ძალიან მალე 26 ოქტომბრის შემდეგ ხალხი გაიმარჯვებს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გაგრძელდება ნამდვილად და ეს იქნება ქართული ხალხის გამარჯვება 26 ოქტომბრისკენ წინ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხატია დეკანოიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს.